საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6.6%-ით გაიზარდა და 690.000-ს გადააჭარბა. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.272.000-ზე მეტია. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღების სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690.496-ში ადგეს. აქედან 460.603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229.893 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გაიზარდა თუ არა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, ეს კითხვა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვით. არ ვიცი, რომ მე თვითონაც მიჭის რავი, ავადმყოფები ვართ, მაგრამ არ მისულვა, რომ აი მე ერთი-ორჯერ განცხადება იმას ავქენი, მაგრამ არავინ არაფერს ჩამაგდო. აი თქვენ სიკვდილით რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს სოციალური შემწეობით? არიან, ერთი რამდენიმე არიან, ახლა დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ არიან. თქვენ სიკვდილით რამდენად ბევრი ადამიანია სოციალურად დაუცველი? ძალიან ბევრი. თქვენ სიკვდილით სოციალურად დაუცველების რაოდენობა? არც ისე ბევრია სხვათა შორის. თქვენ სიკვდილით რამდენად ბევრი ადამიანი იღებს ამ სოციალურ დახმარებას? საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩემო. აი ძალიან ბევრი. ვერ გეტყვით შვილო, ჩემს გარშემო მე რა წრეში ვსტრიალებ, არ არიან დაუცველები და ნამდვილად არ ვიცი. ჩემს შერგული ბევრი არსებობს. აი სტატისტიკა დაიდო, რომლის მიხედვითაც 6.6%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა და შეადგინა სადღაც 600.000-ზე მეტი. აი რამდენად რეალურია ის მოჩვენებელი? შეიძლება რეალურია. ძალიან ბევრს უჭირს. უჭირს ძალიან ბევრს. და უფრო მეტი არის თქვენი აზრით 600.000-ზე მეტია თუ უფრო ნაკლები? შეიძლება მეტიც არის შვილო. მაგალითად თბილისში ფეხის ვერ გადადგავს, რომ მოთხოვრები არ იყვნენ. ძალიან ბევრს უჭირს. ძალიან ბევრს. აი სტატისტიკა დაიდო, რომლის მიხედვითაც 6.6%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა. რას ფიქრობთ ამაზე, იმიტომ რომ ყოველი მესამე ადამიანი განიცდის სიღარიბეს, ესეც სტატისტიკის მონაცემები. აი რას ფიქრობთ, სოციალურად რამდენად ბევრი ადამიანია, რომელიც სოციალურ შემწეობაზეა? რა ვიცი, ის ყველა გაჭირვებული არის ახლა, რა ბაბუას. და კიდევ 100.000-ით გაიზარდა თუ უფრო ნაკლებია? უფრო ნაკლებიც სარგებლობს. და ყოველი მესამე ადამიანი სტატისტიკის მიხედვით განიცდის სიღარიბეს. აი რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს სტატისტიკა თქვენ სიკვდილით, რასაც აკეთებით? მესამე კი არა, რა ვიცი, მეტი ჭილის უსწრაფო. სარი განიცდის.